გული კი სიწმინდეს მრავალი ტკივილით და მიწიერ სიკეთეთაგან განშორებულობით აღწევს და აქ დიდი როლი აქვს განსაცდელებს. Რომ ტკივილი, ხა ტკივილი საიდან მოდის, ხო? ეს ტკივილი განსაცდელი, ტკივილის ღირსეულად, მოთმინებით, ქრისტიანული ღირსებით, მოთმინებით გადატანა, მოყვასისაგან განსაკუთრებულად, ახლობლისაგან განსაკუთრებულად, რაღაცა ისეთი განსაცდელი, რომელიც უსამართლობას ატარებს თავის თავში. აი ამ ყველაფრის ღირსეულად გადატანა, მოთმინებით, ქრისტიანული ღირსებით და მოთმინებით, მრავალ ტკივილს ვიღებთ რა და ტკივილს ღირსეულად ვიტანთ როგორც ქრისტიანები. ამ დროს, ესე იგი გული სიწმინდეს მრავალი ტკივილი და მიწიერ სიკეთეთაგან განშორებულობით აღწევს. ხოლო სიწმინდის მიღწევის შემთხვევაში ასე იოლად უკვე აღარ კარგავს. ანუ გული როცა განიწმინდება, იოლად აღარ კარგავს. მცირე თუ დიდი შემოტევებით ვეღარ უწმინდურდება იგი. რაღაცა სიბინძურე რო დაინახოს, რაღაცა ცუდი გაიგონოს, რაღაცა ცუდად მოექცენ, უსამართლობა დაატყდეს თავზე, მოყვასისგან, ესე იგი, ღალატი რომ მიიღოს. ესე იგი, მისი გული წონასწორობიდან არ გამოდის. ამის გამოცდილება ეკლესიაში ზოგადად არსებობს და ამის გამოცდილება ადამიანს უნდა კონდეს თუ ის ქრისტიანულად ცხოვრობს, იმიტომ რაღაცა დოზით მაინც მან უნდა იგზნოს, აი დასაწყისში სხვანაირი იყო და ეხლა რომ მოვიდა, ხო, იგივე რაღაც პრობლემის წინაშე რომ დგება, მისი გული აღარ ტოკდება ცუდისკენ. მდგრადობას იძენს. ესმით მდგრადობას იძენს. იმიტომ რომ გული მდგრადია. გულის გაბიძურება შეიძლება თავიდან, მაგრამ ის უფრო მეტი მდგრადობა აქვს მას და ჩვენ თუ მუდმივად მუშაობთ საკუთარ თავზე, ის ამ მდგრადობას ინარჩუნებს და უფრო იწმინდება. რაც მეტად განიწმინდება, უფრო მეტად ხდება ღვთისგამცდელი. ესე იგი, ის ვეღარ უწმინდურდება მცირე თუ დიდი შემოტევებით და მერე დასკვნას აკეთებს. ყოველი სიწმინდე სწრაფად მოპოვებული და იოლად მიღწეული მალევე იკარგება და უწმინდურდება, ხოლო მრავალი ტკივილით, დიდძალი და ხანგრძლივი ღვაწლით მოპოვებული სიწმინდე კი მტკიცია ბოროტებასთან ბრძოლაში. ამიტომ, როდესაც ჩვენ ეკლესიაში მოვედით, ღვთისმადლის განსაკუთრებული განცდა გქონდა, ვიღაცამ ლოცვა დაიწყო, თქვა გონებისმიერი, ვიღაცამ ხშირი ზიარება, აი ამ სიახლემ ჩვენში მადლის განცდა გამოიწვია. ხო, ზოგს სასწაულები უხდება, ზოგს ხილვები აქვს, ზოგს განცდა აქვს მეტი რაღაც და მერე გადის დრო და ეს ყველაფერი იკარგება და რჩება შავი სამუშაო. ღვაწლი, ეს არის უაღრესად ძვირფასი პერიოდი სულიერ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ღმერთი უშვებს ჩვენგან რომ აი რაღაცა სიკეთეებს, რომლითაც ჩვენ ნუგეს გვაძლევ და იმას იღებს ჩვენგან და ჩვენი ერთგულება უფლისადმი, უანგარო სიყვარული ქრისტესადმი იცდება იმით, რომ ჩვენს ღვაწლს, ჩვენს ლოცვას, ჩვენს ღამის გატეხვას, ჩვენს მღვიძარებას, ჩვენს მარხვას, ჩვენს ევქარისტიული ცხოვრების ინტენსიურობას შეიძლება აღარ მოყვება რაღაც ისეთი საგზნობის სიკეთეები, მაგრამ ჩვენ თუ გვიყვარს უფალი და ჩვენი რწმენა ნამდვილია, ჩვენ ეს პერიოდი უნდა ღირსეულად გადავიტანოთ და ჩვენ ეს პერიოდი უნდა გვიყვარდეს კიდევაც, იმიტომ რომ თუ რამე გვტკივა, თუ რამე გვაწუხებს, თუ რაღაცა კომფორტი არ გვაქვს და პირიქით, ხო, ეს ვისთვის არის და რისთვის არის? ეს არის მოწამეობრივი სულის გამოვლინება, ეს ხო ქრისტესადმი სიყვარულისთვის არის. ეს ხო ჩვენი აღმსარებლობა, რა არის აღსარებლობა თუ არა მოწამეობრივი სულის ქონება, ხო, საკუთარ თავში. ამიტომაც როცა ადამიანი ამ მდგომარეობაში შედის ღმერთისგან, რომ აი ამ დიდი მოთმინების შედეგად მოხდეს მისი გულის განწმენდა და მისი სიწმინდე, ანუ ღვთისმგრძნობელობა და ღვთისნების აღმსრულებლობა და ბოროტების პრინციპული მოძულება, ეს იყოს მისთვის უკვე მდგრადი მდგომარეობა. რაც მეტი მდგრადი მდგომარეობა გვექნება, მით მეტად მივაღწევთ სიცოცხლის უკანასკნელ ამოსულთქვამდე, როგორც ქრისტიანები. მით ნაკლები შესაძლებლობა იქნება ჩვენი დაცემისა, რომლისაგანაც დაცული არავინ არა ვართ.